უხმოდ გაყინულან კითხვები და პასუხებს დღემდე ვეცებ ჩვენ ხომ დღითი დღეთან დათან ვიცვლები ნუ თუ კიდევ ერთხელ შევძლებ რაზმელია ძამი განშორების და რამდენი რამ შეუცვლია მაგრამ მაინც სიყვარულზე მეტი არ შეუძლია ვერ გავდედე შენთვის რაღაც მეთქვა ვიდრე წასვლას დაპირებდი ცადე სანამ ჩემს დაკარგულ იმედს გავაცილებდი შენთან არა ვარ მარტო ჩემს ქუჩაზე წვიმდა წასვლა არა განშორება უფრო გამიჭირდა ვეღარაფერს შევცვლი მაგრამ დავიჯერო მინდა რომ შეცდომები პატიებად ხირდა მინდოდა მე ის ხივილი გამეკრო ცხოვრებას რომ ორად ხოვდა არ ვიცოდი ვისთვის უნდა დამეთმო რისთვის ანდა როგორ შობდა მერე ვიღან შენს ფიქრებს აწვიმდა და დიდხანს არ გადაიდარა სიყვარული დროში გაირინდა ცევი დრო გადაიღალა შენთან არა ვარ მარტო ჩემს ქუჩაზე წვიმდა წასვლა არა უშენობა უფრო გამიჭირდა ვეღარაფერ შევცვლი მაგრამ დავიჯერო მინდა რომ შეცდომები პატიებად ხირდა შეცდომები პატიებად ხირდა Bravo. უღრმესი მადლობა თემურ თათარაშვილი წარსდგენ არ სჭირდება რა თქმა უნდა ფანტასტიკური სიმღერა შეგვისროლა და მოდი ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ 20 მარტს ვერ დაიჯერებთ და თემურ თათარაშვილს 60 წელი უსრულდება და სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მან გადაწყვიტა რომ და იმატებს წლებს ხوارი რომ იკლებს ხო პირიქით არის აშკარად ხო იმიტომ ვთქვი რომ ვერ დაიჯერებს ხო ჩვენი მაყურებელი და აღნიშნავს ამ საიუბილეო თარიღს თავის საყვარელ მსმენელთან ერთად გრანდიოზული კონცერტით 20 მარტს ოპერისა და ბალეტის თეატრში მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის მე ერთ წელია ვიძახი 60 წლის ვარმეთქი და ჩემი მეგობრები მეჩხობიან არ ხარ 60-ისო, მაგრამ ნუ აი 20-ში ხო ხდები 60-ის. კი ბატონო. ნუ კონცერტი იმართება ოპერისა და ბალეტის ჩანს ულამაზეს თეატრში, რასაც მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო დირექციას, იმიტომ რომ ფილარმონია მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე წლით დაიკეტა რემონტზე
და ამის გამო, ზოგს აქვს რუსთაველის თეატრში, ზოგს ოპერის და ბალეტის, სადაც მოგვიხერხდება მოკლედ რა. არა, სადაც მოგვიხერხდება, ესე ვერ ვიტყვით ოპერის და ბალეტის. ჩემთვის ოპერის აი ხო ბევრი კონცერტები მაქვს ჩატარებული, ფილარმონიაში ბევრი სოლო მაქვს, მაგრამ მე ასეთი ნერვიულობა როგორიც ეხლა მაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ემოციაა ჩემთვის ოპერის დარბაზში, წარმოგიდგენთ, ძალიან ნერვიულობ. არ დავმალავ, აი ძალიან ნერვიულობ. მადლობას ვუხდი, რომ თან მით უმეტეს ზუსტად დაემთხვა ჩემს დაბადების დღეზე მომცეს დარბაზი. საშუალება რომ 20-ში დაგეგმილება. თან არც იცოდა, ეხლა არც დირექტორმა, არც დირექტორის მოადგილემ არ იცოდნენ, არც ბატონმა ბადრიმ, არც ქალბატონმა ეკამ არ იცოდნენ, რომ 20-შია დაბადების დღე, იციან რომ დაბადების დღე მაქვს 60 წლის. და რომ დამირეკა ქალბატონმა ეკამ, რომ იცით თემურო, აი ერთი დღე ძლივს გამოუნახეთო, მოკლედ მივწიე მოვციეთო და 20 მარტიო და გამეცინა და რას გეცინება თო მოთხე ამაზე კაი საჩუქარს ალბათ ვერ გამეკეთებდით მაგ დღეს ხვდები ზუსტად 60 წლის თქო მაგრამ ამაზე კაკ საჩუქარს მე მგონი ვერ გაუკეთებდით თქვენს მსმენელს იმიტომ რომ ერთი სიამოვნება შეკრება ერთად და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში კულტურის სამინისტროს შემოქმედებით საქართველოს ჩვენს მერიას და რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ ტელეიმედს რომელიც გადაიღებს ამ კონცერტს როგორც ყოველთვის იმედი შემაყით გავუშვებ ჩვენს ეთერში თემურ 60 წელი არ არის ცოტა ხო ამ 60 წელიწადში ცხოვრებისეულად ხო საკმაოდ ბევრია მაგრამ კარიერულადაც ბევრია ხა 60 წელი ალბათ არ მღერი თუმცა ძალიან დიდი 60 წელი არ მღერი მაგრამ ახლა ცოტა ისეთი უხერხულ თარიღს ვიტყვი ბევრი გაგეცინებათ მაგრამ ზუსტად 41 წელია რა სცენაზე ვარ შორის ძალიან დიდი დროა ივერიაში რომ დავიწყე სიმღერა ვიყავი 19 წლის გამოდის 41 წელია ვარ სცენაზე მანამდე ვღეროთ ეხლა ეს უკვე დიდ სცენებზე ვსაუბრობ ხო მე ვამბობ აი ესეთ პროგრამებში რამდენი სიმღერა რამდენი სცენა დაგროვდა აი მაყურებელი მსმენელი რომელიც მოვა კონცერტზე და აღნიშნავს შენთან ერთად დაბადების დღეს რას უნდა ელოდეს ამ 60 წლის განვლილ ზუსტად ესე ისქენი ცით რაღაც ავაწყეთ პროგრამა მე და დათო მაზანაშვილმა დათო არის დათოს ორკესტრი დაუკრავს ჩემ მე ძალიან კომფორტულად ვცნობ საერთოდ როდესაც დათოს ორკესტრი უკრავს იმიტომ რომ ვიცი რომ მე რო რამე შემეშალოს ის უცებ გააგრძელებს და აი ანუ ეგეთი რამებიც ხდება როგორ არ ხდება არა რა თქმა უნდა ადამიანია არა ჩვენ ვერ ვხედავთ ამას არა როგორ არა შეიძლება მოხდეს მაგრამ აი დათოს ხელში მე მაგალითად ვიქნები დაცული რომ უცებ რაღაცას დაუკრავს და იმ მომენტში გავიხსენებ რა უნდა გავაკეთო. მაზანაშვილი ჩვენი ხოთიდან გვიყარხართ საერთოდ. ეხლა პარალელურად თქვენ სიმღერები გადის ეთერში ერთ-ერთი საყვარელი ჰიტს უსმენთ. სხვა სიტყვა გწნობს. ასე შეგვიძლია წავყევი. და აი ასეთი ჰიტები როგორ არის დაგეგმილი ბოლოსკენ არის მოკლედ. არა, არეულად არის. აი არეულად მაქვს. ჯერთი ჩემს გარდა რამოდენიმე ჩემი კოლეგა გამოდის, ჩამბობთ ვინ გამოდია. კი, ესე იგი დუეტებს ვიმღერებ მაია ჯაბუა, თამარ გვერდწითელი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე. ეს არის დუეტები. მე თეატრალური კვარტეტი, ფორტე და კონცერტი მთავრდება სხვა შორის აქ გატირეთ თქვენ ორნი ჰერიოსთან ერთად იმ სიმღერით დავით აღმაშენებლით ვამთავრებ ჰერიოსთან ერთად კონცერტს. ვარსკვლავთვენაც ხო არის სენტიმენტებიც არის იმ კონცერტის წინა სიტყვეობა მივანდე ჩემს ბავშვობის მეგობარს რომელზე კარგათაც ჩემი არაფერი არავინ არ იცის ჩემი აი ის ყველა დაბადებიდან მიცნობს ლამის 5 წლიდან მაია დათუნაშვილი მაია ნუ თავის გამოვა წარმადგენს და დაიწყება კონცერტი ნონ-სტოპით. თემურ, ახლა ჩვენ რა სიმღერაც მოვისმინეთ, ეს არის აბსოლუტურად ახალი სიმღერა. ეს არის ახალი პრემიერა. ფაქტობრივად, ხო, ნუ პრემიერა მეორეჯერ ისმეს საერთოდ ზოგადად მსმენელს. გუშინ წინ იყო ამ სტუდიიდან ოღონდ ჩვენს ოჯახში და დღეს არის უკვე თქვენთან. ძალიან ისეთი ცხოვრებისეული შინაარსი. ეს არის ცირა ბზიშვილის სიმღერა, ლექსიც, არანჟირებაც.
და ეს სიმღერა იქნება პრემიერ თუმცა ამ არანჟირებით არა, რა თქმა უნდა, უკრავს ორკესტრი. ორკესტრი და აბსოლუტურად სხვა არანჟირები და რა მაინტერესებს იცი რომ ჩვენ აი მარიკა მახსენა სხვა ჰიტები, რა თქმა უნდა, რაც უკვე სავიზიტო ბარათია, ყველა მომღერის ხო თავისი ჰიტი, ბავშვი, დიდი, პატარა, ყველა რომ ღერის. ეს იქნება, თუმცა ახალი სიმღერებიც შენამდე მოვედი, რა თქმა უნდა იქნება. რამდენად ბევრი ახალი სიმღერაც იქნება. აი, იცი, ეხლა გქონდა კონცერტი ინოლა გურგულიას საღამო იყო ბათუმში. და იქ შევასრულე პირველად ინოლას სიმღერა. რომ გამოვედი კულისში, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, სულ ყველა მეუბნება, რომ აი ეს სიმღერა არის შენთვის დაწერილი. რომელი სიმღერა იყო ინოლას? ამას ეს არ შეიძლება. და უცებ ამოვიღე პროგრამიდან, იმიტომ რომ 20 სიმღერა კონცერტში რა, ნუ 20 სიმღერა უკვე ძალიან რთულია, თან მithumetes ცოცხლად როცა მღერი 20 სიმღერა, დიახ, და ხვდები 20 წლის. შენს ჯინას. 20 წლის, გაიგეთ? 20 წელი არ დაგავიწყდეს ის რაც თქვი და რაც უნდა გააგრძელო, მაგრამ რადგან 20 წელი ახსენე, 60 წელი როგორც თქვით არ არის პატარა ამბავი და დიდი შემოქმედებითი წარმატებებიც იყო და არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ იყო ალბათ გამოწვევებით, სირთულეებით. რა თქმა უნდა. რას გაიხსენებდით როგორც შემოქმედი, რა იყო ყველაზე დიდი შემოქმედებითი გამოწვევა? აი მე მახსოვს, არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ აი პირველად რომ ვიმღერე დავით აღმაშენებელი. ეს იყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი, რაღაც მარათონი ტარდებოდა, სადაც ვიმღერე პირველად ეს სიმღერა. და ალბათ ირმას ახსოვს სოხაძეს, იმიტომ რომ ის ატარებდა. ზუსტად 10 წუთი ვიდექი სცენაზე არ გამიშვეს. ტაში იყო უწყვეტი. ხო, აი ეს იმ პერიოდში, ხო. აი, ნუ იურმალა რა თქმა უნდა და ნუ ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება იყო ანსამბლი ივერია. რომელმაც ალბათ გადამწყვეტი როლი ითამაშა. როდესაც რო დამირეკეს და მითხრეს, ბასილაიამ თვითონ დამირეკა, რომ მოდიო და თავიდან არ ვერც დავიჯერე, რომ ბასილაია იყო, ცოტა ცუდა დაველაპარაკე და დაუკიდე ტელეფონი და მე დამირეკა, ოცე ნუგზარკვაშალმა ნუ ჩხუბობო მარტო ბასილაია, იმიტომ რომ 19 წლის ვიყავი, ხო, თუ დამირეკავ და ბასილაია დღესაც ვიღაცა გეხუმრებოდა ადრე რომ ტელეფონი ჩაყირებას ეძახება. დღეს ჩემთვის მასზე დიდი არავინ არ არის, ვინ დამირეკოს. აი ეს არის ბასილაია დღესაც ჩემთვის და მოკლედ აი ეს ეგ ამბავი მოგვიყევი, როგორ 19 წლის ბიჭი ხარ მოკლედ კი ღერი ვარ 75-ში და რაღაცაზე გავბრაზდი მოკლედ ანსამბლზე მოვედი სახში და ვიჩხუბე დეჩეს ვეუნები რომ აღარ წავალ არ მინდა ნუ 75-ით მაშინ უდიდესი ანსამბლად ითვლებოდა მაგრამ ნუ ივერია უფრო ის იყო და ხო დეჩემი ჭურჭელს რეცხავდა ესე კარგად მახსოვს რეკავს ტელეფონი მაშინ მობილურების შეურებრივ ქალაქის ტელეფონი ავიღე ყურმილი და თემუკა გამარჯობა ალექსანდრ ვარ ბასილაია ოღონდ არასდროს შეხვედრილი არ ვიყავე მასთან ვინ ახარ რას მაიმუნობ მეთქი თავშტვინი არა გაქვს რაღაცა სულად უთხარი დაუკიდე ყურმილი ეს გაბრაზებული ახლა ხო გაბრაზებული და აი დაემთხვა რა ის მომენტი რომ დეჩემს შეუნები რომ აღარ მინდა 75-ში და უცებ რეკავს მეორედ ეგრევე და უნდა ავიღო და ვიჩხუბო და ნუგზარი კვაშალი ნუ ჩხუბობ მართა ალექსანდრია ბასილაია დაელაპარაკე ხო დაელაპარაკე ნუგზარი ვარ კვაშალიო და რომ გადასა ბასილაია იცინოდა რომ გჯერავს რომ მე ვარო და კი მეთქი ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში ბატონო ალექსანდრე გული წამივიდა კინაღონე აი თუ გინდა ჩვენთან ანსამბლში ხარ დაჯექი ტაგზე და მოდი ფილარმონიაში გელოდებითო და ესე დაიწყო გავფრინდი კი არა ავფრინდი და მიფრინდი გამაგარია აფრინდა და მიფრინდა მოდი კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ესე იგი 20 მარტს რომელ საათზე 20 საათზე 20 სიმღერა 20 სიმღერა და ნახე სამჯერ 20 60 არა სამჯერ 20 60-ია მე ეს მინდოდა მოდი ისიც დავასრულოთ რომ რაღაც ერთ-ერთი სიმღერა 20-დან ეტყობა მოიღე გიორგი მარდა გვასრულებინა და ინოლა გუგულიას სიმღერა აი ჩემი ძალიან ცნობილი სიმღერა ამოვიღე უბრალოდ არ მინდა დავასახელო იმიტომ რომ კომპოზიტორს არ ეწყინოს მაგრამ ის ჩემთვის საყვარელი სიმღერაა რა თქმა უნდა და ჩავსვი ინოლას სიმღერა იმიტომ რომ ოპერა მაინც ისეთი დარბაზია, სადაც ყველა სიმღერას ვერ იმღერებ, ვერ აკადრებ ოპერას. ანუ შენც მოგეწონა ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაიამ და ეკამ რომ ითხრეს, აი შენთვის არის, ეს სიმღერა რო არ ჩასვაო, არ შეიძლება და უცებ, აი მომენტალურად ამოვიღე ერთი სიმღერა და ჩავსვი მეორე.
მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. 60 წლის იუბილეისთან დაკავშირებით 20 მარტს 20 საათზე 20 სიმღერით მოკლედ აღნიშნავს თავის დაბადების დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩვენი საყვარელი თემურ თათარაშვილი. ძალიან კარგად თქვი, სამჯერ 20 წლის იუბილეს გილოცავთ, ასე უფრო კარგად ჟღერს და წარმატებით